პეტრე, გვაღიარეთ, თორემ დაგიჭერთ. ეს არის ოცნების მთავარი გზავნილი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სასწრაფო წესით შეიტანეს მორიგის ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში, რომელიც დღეს მეორე მოსმენით უკვე დაამტკიცეს და სავარაუდოდ ერთ კვირაში უკვე ეს კანონი უკვე ძალაშიც იქნება. რა გზავნილია ეს საზოგადოების? გასაგებია, რომ ამ კანონით ისინი ლეგიტიმაციას ვერ მიიღებენ. მაგრამ ცდილობს თუ არა ახლა ქართული ოცნება, რომ ხალხი იძულების წესით გააჩუმოს, რომ ხმამაღლა არ თქვან, რომ ისინი არ აღიარებენ ქართულ ოცნებას. იცით ზალიკო, ზოგიერთი კანონები აი ესეთი დიქტატურის პირობებშიც კი, როგორც სამწუხაროდ საქართველოში ჩამოყალიბდა, უბრალოდ მტრად შობილია. ესეთი კანონები ვერ იმუშავებს. ისე როგორც მაგალითად მათი დაანონსებული პარტიების გაუქმების ინიციატივამ ჯერჯერობით ვერ იმუშავა. სულ რაღაც 4-5 თვე დარჩათ, ნახევარი ვადა გავიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ გამწესრიგებელი სხდომაც კი არ ჩატარებულა საკონსტიტუციო სასამართლოში. იმიტომ რომ არის რაღაცეები, რასაც ჯერ კიდევ ადამიანების გადასაწყვეტი როდესაც არის, ამ შემთხვევაში კონკრეტულად იმ მოსამართლეების, რომლებიც ბათუმში სხედან, ვერ აიძულებენ იქამდე ვერ მიყავთ, რომ პარტია არაფრის გამო აიღოს და უბრალოდ დახუროს, გააუქმოს და არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზეა საუბარი, სხვა პარტიების გაუქმებაც თქვენ მოგეხსენებათ უნდოდათ, ხო? და აქვე ადამიანებმა რო თქვან არ დაღია ეს დღის წესიდან არ არის მოხსენილი, ანუ არ არის მოხსენილი, მაგრამ ვერც დაკიდებული ახლა ქართულ ოცნებას, რომ როცა უნდა მაშინ დაძრავს, მე ასე არა, როცა უნდა მაშინ დაძრავს, ჩვენც გვაქვს იქ შემაგებებელი სარჩელები, ჩვენც არც ჩვენ გვძინავს, ორი სარჩელი ჩვენ შევიტანეთ იმ კომისიის წინააღმდეგ და იმ კანონების ის კანონებიც გავასაჩივრეთ, რაც წინსწრებად მიიღეს იმისათვის, რომ ეს მათი განზრახვა სისრულეში მოეყვანათ. ასე რომ აქედანაც მუშაობთ და ყოველთვის მათ ქმედებას აქედან წინააღმდეგობა უნდა დავახვედროთ. გასაგებია, რომ ძალაუფლება მათ ხელშია, სამართალდამცავები მათ ხელშია, მართლმსაჯულება ყველაფერს მართავენ, მაგრამ არც ჩვენ უნდა ჩამოუშვათ ხელები. ასევე იქნება ზუსტად ეს კანონიც, რომ გამოვა 10,000 ადამიანი პირველივე აქციაზე და ხმამაღლა რო დაიძახებს, რომ არ გაღიარებთ, არ ხართ ლეგიტიმურები, რას იზავენ? ყველას შეყრიან ციხეებში? უბრალოდ ვერ გააკეთებენ. აი ესეთი მკვდრად შობილი კანონებით ისინი ერთგვარად აღიარებენ, ირიბად გამოზდით აღიარება, რომ მართლა არალეგიტიმურები არიან და კანონის ძალით უნდათ მოიპოვონ ლეგიტიმაცია. ანუ ეხა ვადამდელი ან ვადიანი ჩვეულებრივი რიგითი არჩევნები, მორიგი არჩევნები რო ჩატარდეს, შეიძლება იმ არჩევნების წინ კანონი მიიღონ, რომ ვინც 41-ს არ შემოხაზავს, ყველას ციხეში გაგიშვებთ. აი დაახლოებით ესეთი ტიპის ინიციატივა და იდეაა, რაც აი ამათ თავებში მოიხარშა. თუმცა თქვენ კი ამბობთ, რომ ეს არის კვადრატშობილი კანონი, მაგრამ ჩვენ რაც ვნახეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, იგივე ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება. ესეც თითქოს თავიდან რაღაც ირონიულად იღებდა ხალხი, რომ ტროტუარის გამო როგორ გამოსა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ერთმანეთის მიყოლებით, ხო, უშვებენ ხალხს. საბატონო დაწესებულებებში და თქვენ რომ ახსენეთ, რომ ეხლა 10,000 კაცი რომ გამოვა ქუჩაში, იმათ ხომ ვერ დაიჭერენ, რომ არა 10,000 კაცს არ დაიჭერენ ბუნებრივი ერთად, მაგრამ ინდივიდუალურად როცა იქნება გამოხატული ამ ადამიანების პოზიცია, რომ არ აღიარებენ დაუშვათ იგივე სხვა დღეებში, ხომ? მაშინ შეიძლება რომ ამ ადამიანის მიერ კონკრეტული დევნა დაიწყოს. ანუ ბერკეტს არიტოვებს ახლა ქართული ოცნება იმისათვის, რომ უფრო მეტი შიში დაენერგოს საზოგადოება. იცით რა არის? კი სწორედ მიყავთ თქვენ არგუმენტაცია ზალიკო თქვენის მხრივ, მაგრამ მაშინ რა არის ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი? ჩვენ ხო ვერ მოვდუნდებით, არა? იგივე სწორედ ეგეთი ტიპის აქციები და არაღიარების მოწოდება უნდა შეაგებო იმ გიჟურ ინიციატივას, რითიც ეგენი გამოდიან, ხო? იმიტომ რომ მართლა შემდეგი კანონი ეგ იქნება, შემოხვალდა ამ საარჩევნო უბანზე 41-ის გარდა რაღაცას შემოხაზავ და დაგიჭერ. ბოლოს მაგას გეტყვიან, იმიტომ რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური პირველ რიგში არაღიარების, ანუ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება თუ რამეა, ეგ არის, რომ ადამიანს ჰქონდეს უფლება ვინმე აღიაროს ან არ აღიაროს, ხო? მათ პირველ რიგში ხელისუფლება და თუ ამას წაართმევ მოქალაქეს, მაშინ ხო ანტიკონსტიტუციურია კანონიც და ის ქმედება, რასაც ჩადიხარ. ასე შესაბამისად, ამაზეც ვიმუშაობთ სამართლებრივ ჭრილში, აი სწორედ ისევე, როგორც ახლა ამ პარტიების აგრძალვის ინიციატივის წინააღმდეგ მუშაობთ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ეს ერთი და მეორეც, იცით რა არის, უჭირთ ხელისუფლებას რა, ნებისმიერ რუსეთშიც კი აი ომის პირობებში გაამკაცრეს ზედმეტად, აი ახლა უკრაინაზე აგრესიის პირობებში
გახდნენ მართლა პირსისხლიანები და ყველას ციხეში ყრიან ან ქვეყნიდან გარეთ აგდებენ, მაგრამ მანამდე სანამ ამ ომში ჩაერთვებოდნენ, იმიტომ რომ ომი მათთვის ყველაფერს რეცხავს, ყველაფერს წმინდავს, იქ საერთოდ აღარ არსებობს კრიტიკული მედია, სიტყვის თავისუფლება აღარაფერი არ არის რუსეთში. ჩვენც მაგას დავემსგავსებით, თუ ეხლავე არ ვიმოქმედებთ, იმიტომ რაც უფრო ძველდება ხელისუფლება, რაც უფრო მეტი დრო გადის ნებისმიერი ხელისუფლების პრინციპში ხელისუფლებაში ყოფნის, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს არ ატარებს და არც ვადებით არის შეზღუდული, რამდენჯერ შეუძლია ერთი და იგივე ადამიანს ან პარტიას კენჭი იყაროს, ისე როგორც ჩვენი კონსტიტუციური მოწყობა არის. ყოველთვის ლპება, ძველდება, ყოველთვის უფრო მეტ რეპრესიაზე გადავა ნებისმიერი ხელისუფლება. პუტინმა ეს რეპრესიები რო ამოწურა 22 წლის თავზე, რა გაეკეთებინა, მოტრიალდა და მოდი უცხო ქვეყნის მიწებს დავიპყრობ და ამით გავახარებ ჩემ იქ ადგილობრივ რუს კოცებს, ხო? ასევე იქნებიან ესენიც. რაღაცას მუდმივად ახალს შეეცდებიან, ისეც რაც ავნებს სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ ხალხს, კრიტიკულად განწყობილ ჩვენ თანამოქალაქეებს იმისათვის, რომ საკუთარ თავს და საკუთარ აი ამ ვიწრო მხარდამჭერების ანგარებით მხარდამჭერების წრეს ასიამოვნო. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან მუდმივად ქმედება არის საჭირო. მაშინ ქმედებაზე გადავიდეთ, პეტრე. საზოგადოება ელოდება ამ ქმედებას, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც. გასაგებია, რომ პროევროპული ოპოზიციური პარტიები ძალიან აქტიურად მუშაობენ საგარეო ფრონტზე და ის შეზღუდვები და სანქციები, რაც დღეს ამუშავებულია, მართალია იმ დოზით არა, რა დოზით უნდა იყოს, რაც ამუშავებულია დღეს ქართულოსების ბაღალშილოსების წინააღმდეგ, დიდწილად არის ოპოზიციის დამსახურება, რომელიც აქტიურად იბრძოდა საგარეო ფრონტზე. მაგრამ რა ხდება ქვეყნის შიგნით? ანუ რას თავაზობს დღეს ოპოზიცია იმ საზოგადოებას, რომელიც წელიწად ნახევარია თითქმის უკვე ქუჩაში დგას თავისი საკუთარი ინიციატივით. იცით რა არის? მე სხვებისგან განსხვავებით, ჩემი ოპოზიციური კოლეგების აი ამ კონკრეტული პიროვნებების დასანქცირებაზე არანაირ ფსონს არასდროს ჩამოვდიოდი, იმიტომ რომ საკმარისი რესურსი, ფული და ძალაუფლება ყოველთვის ეყოფათ, რომ ოპოზიცია დაჩაგრონ, როდესაც ქვეყანაში არ არის თავისუფალი გარემო და მით უმეტეს არჩევნები ყალბდება, ხო? ბიძინა ივანიშვილს 5 მილიარდი ექნება თუ 2.5, ამას არ აქვს ჩვენთვის პრინციპული და გადამწყვეტი მნიშვნელობა. მისი დისკომფორტია, გასაგებია, მისი დეპუტატები ვეღარ წავლენ, შეეზღუდება თქვა გადაადგილება შეერთებულ შტატებში, ევროპაში, მაგრამ წაბრძანდებიან არ ვიცი, არაბეთის სხვადასხვა ქვეყანაში, ან იგივე თავის რუსეთში გაისეირნებენ და ამით დაიკმაყოფილებენ საკუთარ, ესე ვთქვათ, სამოგზაურო ამბიციებს. ამაში არ არის გამოსავალი. უფრო ქმედითი დასავლეთის მხრიდან სანქციების მხრივ არის რუსეთზე სანქციების დადება და უკრაინის დახმარება. იმიტომ რომ როგორც კი რუსეთს დაასუსტებ და ამ გეოპოლიტიკურ თამაში უკრაინა გამოვა გამარჯვებული, ნუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თამაშიც აღარ არის, ხო? ეს არის პირდაპირ სისხლიანი ბრძოლა, რასაც ეს გმირი ხალხი უკვე ზუსტად 4 წელია იტანს და გაუძლებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში მათი მხარდამჭერები უკრაინა და მთელი ნატოს ეს ალიანსი, რომელიც წინაღუდგა რუსეთის აგრესიას, გამარჯვებული გამოვა. აი ამ გამარჯვების ფონზე და პუტინის დასუსტების, დამარცხების, იქ სამოქალაქო დაპირისპირების, რომელიც აუცილებლად წარმოიშვება რუსეთის შიგნით, მას მერე რაც ისინი ვერ გაიმარჯვებენ იმ კამპანიაში, რომელიც 4 წლის წინ წამოიწყეს, ხო? დასუსტდებიან ასევე მისი სატელიტები, ასეთი, რომელიც არის ერთი ჩვენი კონკრეტული რეჟიმი თბილისში მჯდომი. აქედან გამომდინარე, ეს უფრო ქმედითი იქნება ჩვენთვისაც და ქართული საზოგადოებისთვისაც და თავისუფალი ხალხისთვისაც, ვიდრე იმ კონკრეტულ ადამიანს დეპუტატი იქნება მინისტრი თუ ბიძინა ივანიშვილი ფინანსურად რო დააჯარიმებ ან დაასანქცირებ და სადღაც ანგარიშებს გაუყინავ ოფშორში ან თუნდაც ლონდონში და ნიუ-იორკში. ეს, რა თქმა უნდა, მათ დისკომფორტს უქმნის, მაგრამ პოლიტიკური საქმისთვის აქ დიდი, ესე ვთქვათ, ხელშემწყობი ფაქტორი, მოდი ასე ვთქვათ, არ არის და ამ დრომაც დაადასტურა. მე ამას ვამბობ ბოლო 2 წელია, მაგრამ ნუ აგერ შესაბამისად ბევრი სანქცია წამოვიდა. აი ბიძინა ივანიშვილის რო გეკითხავ, 2 წლის წინ უკვე დასანქცირებული იყო, სურათები ვერ გამომაქვს, ერთ ფრენი სადღაც გამიჩერეს, ის ანგარიში დამიყადაღეს, შვეიცარიის ბანკს ედავებოდა გაკოტრებულს, რომ რაღაცა იქ deep state-ის ხელი ურევია და ასე შემდეგ. ანუ მათი გადმოსახედიდან დიდი ხანია ისინი დასანქცირებული არიან, მაგრამ ჩვენს მიმართ ქმედებაზე ეგ მხოლოდ უარყოფითად აისახა, მოდი ამაზე შევთანხმდეთ. შესაბამისად, ჩვენი მოწოდებაც ეს არის ნაციონალური მოძრაობის, რომ ერთმუშტად შეკრული, გაერთიანებული ოპოზიცია, კონსოლიდირებული საერთო პოლიტიკური გუნდი, გაცილებით უფრო ძლიერად შეძლებს გაუწიოს წინააღმდეგობა ამ რეჟიმს,
ვიდრე ასე დაქსაქსული პატარ-პატარა იქნება ეს კონსოლიდირება? მე ამაზე რაღაც მუდმივად არის ლაპარაკი პეტრე, რომ რაღაც ერთიანი ფრონტი, ერთიანი ძალით, მაგრამ საბოლოო ჯამში ხედავთ, რომ ვიღაცა ხან უარზია, ვიღაცას რაღაც სხვა გეგმები აქვს და ასე შემდეგ. ან ეს ერთიანობა და ეს კონსოლიდირება ჯერჯერობით არ ჩანს. როდესაც იცით რა, ორი რაღაცა უნდა იყოს. ერთი რომ პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა იმ ლიდერებმა, რომელიც ერთმანეთში საუბრობენ, უნდა კეთილგონიერება გამოიჩინონ, ბეჯითად უნდა დასხდნენ, იმუშაონ, გვერდზე გადადონ წარსული ამბიციები, წყენები და ასე შემდეგ. და მეორე არის მოცემულობა და დროც თავისას იზავს, როდესაც იქნება ეს პოლიტიკური არენა, სადაც შერკინება შეიძლება მოხდეს, იქითკენ გიბიძგებს, რომ 20-24-ის შეცდომა აღარ გავიმეოროთ. ხო, 20-24-ში ჩვენი გუნდი იყო, მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელიც თვეებით ადრე იმ ავადსახსენებელ გაყალბებულ მიტაცებულ არჩევნებამდე გამოვიდა და თქვა, რომ ძალა ერთობაშია, ჩვენ თმობთ ყველაფერს, 5 ნომერი, სიები, ფერი, პარტია, სახელი, ყველაფერი, ოღონდაც და ერთზე დაუპირისპირდეთ ბიძინა ივანიშვილს. ვიღაცებმა აირჩიეს სხვა გზა და კი გვანახა დაყავიდა იბატონეს პრინციპით, როგორ გაგვიყალბა და თავზე დაგვახია ის არჩევნები ამ რეჟიმმა. შესაბამისად, პირველი ნაბიჯები რაღაც ერთიანი კოორდინაციისკენ იდგმება და ეს კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უბრალოდ რაღაც დოკუმენტების დაწერა ამას არ კმარა, აუცილებელია პოლიტიკური ნება და ყველას ერთი მაგიდის გარშემო დასხდომა. პეტრე, დღეს თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო შეხვედრაზე უთო სპეცსარომადგენელთან, რომელიც არის ჩამოსული და კონკრეტულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებს იძიებს ქართული ოცნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს 2024 წლიდან მოყოლებული დღემდე. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია კონკრეტულად რაზე იყო საუბარი, რა უთხრა ოპოზიციამ, სპეცსარომადგენელს და როგორია მათი პოზიცია, იმიტომ რომ ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ანგარიშს, რომელსაც ახლა ეს მოსკოვის მექანიზმის წარმომადგენელი მოამზადებს, ძალიან დიდი გავლენა ექნება ზოგადად პოლიტიკურ პროცესებზე ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ეს არ იქნება, იცით რა არის ამ მთელი ჟარგონზე ვიტყვი მუღამი ამ მოსკოვის მექანიზმის იმაშია, რომ უბრალოდ რაღაცა დოკუმენტი დასკვნა ანგარიში, რომელიც იქნება გაჟღერებული, გასაჯაროებული თუნდაც და შემდეგ თაროზე შემოდებული, არ არის ეს მთელი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ამას მოყვეს კონკრეტული ქმედებები და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვინც გამოიკვეთება, რომ ჩაიდინეს დანაშაულები ქართველი ხალხის წინაშე და არღვიეს კანონი, აქ უკვე კანონის უზენაესობა, რაც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება არის დემოკრატიის პირველი საწყისია ადამიანის უფლებებთან ერთად და არჩევნების არ გაყალბებასთან ერთად, ადამიანის უმცირესობების პატივისცემასთან ერთად, რომ კანონი ყველასთვის იყოს თანაბარი და რაც დაინახეს გარედან და ასე ვთქვათ, საჯარო სივრცეში ტელევიზიებით და სოციალური ქსელებით და ინტერნეტით ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა დასავლეთში იყო ის, რომ ესენი კანონზე მაღლა დადგნენ, თავს აძლევდნენ უფლებას გაეტაცებინათ ადამიანები ეცემათ და უკან გადმოეგდოთ ციხეში წაეყვანათ და ან ციხეებში ან მანქანებში სანამ მიიყვანდნენ სასჯელს ახსრულების დაწესებულებამდე იქ ეწამებინათ. ყველაფერი ეს იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ საქმე იქამდე მივიდა, რომ მოსკოვის მექანიზმი იქნა ამოქმედებული, რასაც კონკრეტული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები მოყვება. არ იქნება მხოლოდ ეს რაღაც შეფასება და ანგარიშისთვის. და მე ისევ მინდა დაუბრუნდე ახლა იმ რეპრესიულ კანონებს, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით. ლიდერების ნაწილი, ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილი, რომელიც რუსთავის ციხეში და მათ ნაწილმა დატოვა უკვე გამოვიდნენ გარეთ არიან, თუმცა აქ არის მეორე საშიშროება, მათ წინამდე გაძრული ახალი საქმე, ბევრად უფრო მძიმე მუხლებით და საშიშროება იმისა, რომ ეს ხალხი კვლავ შეაბრუნოს ციხეში, როცა დასჭირდება ბიძინა ივანიშვილს. მე ვფიქრობ, რომ ეს გრძელვადიანი პროცესი იქნება, ეს არ იქნება მოკლე სასამართლო, მაგრამ ბერკეტი მაინც ხელში ექნება ივანიშვილს, რომ თუ საჭირო გახდება და ჩათვლის საშიშროებად ამ ხალხს, ისინი კვლავ დააბრუნოს ციხეში. ამ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ ოპოზიციის ბრძოლა, თუ მათი ლიდერები იქნებიან განეიტრალებული? ხო, იცით რა, ჩვენ დაუბრუნდით ბოლოსკენ მივდივართ, როგორც მესმის ზალიკო, მაგრამ დაუბრუნდით პირველ შეკითხვას, რომელიც დამისვირო, თუ არ მაგიარებ დაგიჭერთ. ანუ ოპოზიციის ლიდერები დაახლოებით შეიძლება უფრო გადამეტებული, გადაჭარბებული საფრთხის ქვეშ არიან იმ საქმეების გამო, რომელიც თავზე დაკიდეს. მათ თავზეა ჩამოკიდებული საბოტაჟის, ანუ საბოტაჟის საზოგადოებას რო ესმოდეს, მათ შორის მივმართავ მათ ოცნების მხარდამჭერებს. ადამიანები
ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, თქვენი თანამოქალაქეები რომ მოგზაურობდნენ საზღვარგარეთ და უყვებოდნენ აქაურ ამბებს და საუბრობდნენ ჩვენს დასავლელ კოლეგებთან იმასთან დაკავშირებით თუ რა გეგმები აქვთ ამ კონკრეტულ პარტიებს, რა ხდება ქვეყანაში, როგორ შეიძლება უკეთესობისკენ შემოbrunდეს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები, როგორ ვითანამშრომლებთ დასავლეთთან, ან ვერ ვითანამშრომლებთ ამათ პირობებში. აი ამ ინფორმაციის გაცვლის გამო პირდაპირ ხალხს, ესე ვთქვათ, კანონების შესაბამისად მოუარგეს იმას, რომ ეს ადამიანები სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში იქნან მიცემული და აი საბოტაჟის ეს არის საბოტაჟის საქმე და რაც შეეხება არაღიარების საქმეს, აქაც დაახლოებით იგივეს გაკეთება უნდა, თუმცა უკვე მთელი საზოგადოების ყველა ოპოზიციურად და კრიტიკულად განწყობილი ჩვენი თანამოქალაქისთვის, რომ თუ არ იტყვი, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი არის, ესე ვთქვათ, ბატონი კობახიძე და ღმერთი კიდე ბიძინა ივანიშვილი, ეგრევე გაგაქანონ და ჩაქსვან ციხეში, ასე რომ ესეც ამასაც ვერ შეძლებენ, იცით? აი, ხო გამოშვებისთანავე ხო შეეცადნენ შებრუნებას და რა თქმა უნდა ეს სურვილი ექნებოდათ, მაგრამ რაღაც მუხრუჭები ამათ პირობებშიც ჯერ კიდევ არსებობს, როდესაც გირაოს უფარდებენ, იმიტომ რომ ეს გადამლაშებას ამ ეტაპზე ვერ ბედავენ და ჩვენ უბრალოდ ის არ უნდა დაუშვათ, რომ გადამლაშება გაბედონ და ამიტომ არის საჭირო ჩვენის მხრიდან მუშაობა და ქმედება პირველ რიგში და მეორე მხრივ რამდენადაც შესაძლებელი იქნება, რამდენად სწრაფადაც ამას შევძლებთ კონსოლიდირება ერთიან პოლიტიკურ გუნდად. პრინციპში რამდენად აღასრულებენ ამ კანონს, რასაც ახლა იღებენ, ძალიან მალე დავინახავთ, იმიტომ რომ სადღაც ერთ კვირაში უკვე ეს კანონი ალბათ სავარაუდოდ ძალაში იქნება და ვნახოთ შემდგომ როგორ განვითარდება